რა ესეთი პოპულარული არავის არ ყოფილა. ნუ ჩემს გარშემო ყოველ შემთხვევაში პოპულარულს გულისხმობ იმ ხრივ კი არა რაღაც უნდობლობა იყო. ცოტა ეგეც იყო, მაგრამ უფრო მაინც არ იყო პრესტიჟული, ანუ დედაშვილს არ გაუშვებდა, რაღაც მამაშვილს არ მშობლები მოკლედ არ იყვნენ ესე რომ ვთქვათ. ალბათ ბოლო ვარიანტი შეიძლება ყოფილიყო. იმიტომ რომ ზოგადად არ იყო ეს როგორ გითხრათ, აი ლოჯისტიკურად გამართული არ იყო. ნუ ბიუჯეტურადაც არ იყო ესე რომ ვთქვათ სარფიანი რომ შეიძლება უნდოდათ მშობლებს რომ ქვეყნის სამსახურში წასულიყო. მაგრამ აი თუ გახსოვს ის პერიოდი, როდესაც აი თვითონ მშობლები რომ ერიდებოდნენ და ყველაფერს აკეთებდნენ, რომ თავიანთი შვილი არ წასულიყო სავალდებულო სამსახურში, რომ ერთი წელი თუ წელიწადნახევარი, 2 წელი არ დაეკარგა. ეს ნელა თქმა უნდა იცვლება და ამას ვერ გავიქცევით ესეც უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ სისტემური განვითარება ეძლევა და ეს ცუდია ესე რო არ ხდებოდეს და კარგია რომ ესე მოხდება, აუცილებლად მოხდება. ესე იგი, მე როდესაც გადავწყვიტე, მე ვსწავლობდი, სკოლა დავამთავრე, შემდეგ ჩავაბარე უნივერსიტეტში და არც მიფიქრია როგორც წინა გადაცემებში უკვე თქვი, არ იყო ჩემს გეგმებში ეს ყოფილი, მაგრამ ისე დაალაგდა რომ მე მანდ მომიწია წასვლა თავისუფლის რიგებში, ძალების რიგებში და სანამ წავიდოდი რამოდენიმე თვით ადრე დაიწყო უკვე მუშაობა ამ იმიჯის გამოსწორების მიმართულებით, უკვე ხედავდით რომ კომანდოს ბატალიონი, ეგრეთ წოდებული კომანდოს ბატალიონი უკვე ჩანდა სხვა ფორმაში, აღარ იყო ეს ის ჯარი, რომელიც ჩვენ მანამდე ჯარისკაცები გვხვდებოდნენ რაღაც გაურკვეველ ფორმებში, რუსულ ფორმაში, ან რაღაც სხვა გაურკვეველ კამუფლირებაში. აქ უკვე აშკარად იკვეთება ცოტა ადრე უკვე, სანამ მე წავიდოდი, იკვეთებიან ჯარისკაცები, რომლებიც ჩნდებიან უკვე ნორმალურ ტანსაცმელში, ფორმაში, ამერიკულ ფორმებში, ესე რომ ვთქვათ, მაშინ ვაფლს ეძახდნენ. ამერიკული როგორც თვითონ კამუფლირებას გულისხმობ თუ ხარისხს გულისხმობ თვითონ ფიზიკურად? ხარისხიც იყო და ორი პერიოდია, მოდი ესე დავყოთ. იყო პირველი პერიოდი, როდესაც ჩვენი მეზობელი თურქეთი ცდილობს და შემოდის თავისი, ესე რომ ვთქვათ, ინტერესებით თანამშრომლობს ჩვენს თავდაცვის ძალებთან, რა თქმა უნდა და ხდება ფორმების შემოტანა, თურქულ აკადემიაში ჩვენი სამხედრო მოსამსახურების წაყვანა და გაწორთნა, განათლების მიღება, იმათი დაბრუნება. არ არის ეს პატარა დროის მონაკვეთი, რამოდენიმე წლიანი პროექტი არის და ჩნდებიან, ესე რომ ვთქვათ, ამ ქვეყანაში მომზადებული და შემდეგ უკვე ქართულ ბაზაზე შექმნილი ქვედანაყოფები. არ არის ეს მასიური, მაგრამ აშკარად არის. ამას შემდეგ ანაცვლებს ამერიკული და რაღაც პერიოდი უკვე ერთიანად მიდის, ესე რომ ვთქვათ, ერთიანი ძალებით, იმიტომ რომ თანამშრომლობენ ეს ქვეყნებიც ერთ სტრუქტურაში და ორგანიზაციაში. და ჩვენ მოკლედ ყველა ჩვენი მეგობრისთვის მზად ვართ, ღია გვაქვს კარი, ოღონდ ჩვენ ჩამოვყალიბდეთ და რამენაირად ეს კარგი გამოცდილებები დავიწყოთ, მივიღოთ.